მზია როგორც შევიტყვეთ, ბევრად ადრე მიიყვანეს, ვიდრე ჩვენ მივიდოდით, შესაბამისად ვერ დავინახავდით და ისედაც ვერ დავინახავდით, რადგან მანქანები არის ისეთი დაბურული შუშებით და თვითონ შავასავრო და დაგვინახავდა უფრო ვიდრე ჩვენ. პროცესი ჯერ კიდე არ არის დაწყებული, ჯერ კიდე შედის ხალხი, ეს რაღაცა ძალიან დიდი ნაკადი იყო. ჯერ კიდე გრძელდება ეს პროცესი, მაგრამ მე მგონი უკვე მალე დაიწყება და ნახოთ რა იქნება. თქვენი მოლოდინი როგორია? არ დავესწრები დღევანდელ სასამართლო პროცესს, იმიტომ რომ მოწმე ვარ მოგეხსენებათ და შესაბამისად არ მაქვს უფლება შევიდე დარბაზში. მოლოდინს რაც შეეხება, არაფრის მოლოდინი არა მაქვს. დღეს ბევრჯერ ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, იმიტომ რომ მართლა ასე ვფიქრობ, რომ რეალურად ყველასთვის მომგებიანი იქნება მზია მაღლობელის გათავისუფლება. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის იყოს ჩვენს გვერდით და იმუშაოს თავის საქმიანობას გაუძღვეს ესე როგორც უძღვებოდა და გადაწყვეტილების მიღწევი პირებისთვის რომლებსაც შეუძლიათ მზია მაღლობელის გათავისუფლება მათთვის მომგებიანი იქნება იმ თვალსაზრისით რომ ამ ქვეყანაში არ არის მსუბუქი ტვირთი ყავდეს ქალის იმისის პატიმარი. ხო, მე ასე ვფიქრობ, რომ არ არის მსუბუქი ტვირთი. შეიძლება ვიღაცა ამბობდეს, რომ აი ეხა ეს ყველა კანონის მიმართ ყველა თანასწორია, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ მზია მაღლობელთან დაკავშირებით სწორედაც რომ არ არის კანონი მზია მაღლობელთან მიმართებაში სწორედაც რომ არ არის კანონი თანასწორი, რადგანაც არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არაერთი кейსი შეუძლია ყველას ნახოს, მათ შორის ამ განცხადების გამკეთებელ პოლიტიკოსებმაც ნახონ, ამ განცხადების ავტორმა პოლიტიკოსებმაც ნახონ, რომ თუ განზრახვა არ არის თავდასხმის, ეს თავდასხმა არ არის და შეიძლება იყოს აქვს მას სხვა კვალიფიკაცია და ეს დაადგინა ერთ-ერთმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, როდესაც თქვა, რომ მაგალითად დანის ხელზე დასმა პოლიციელისთვის, თავში შუშის ბორთლის ჩარტყმა, პოლიციელისთვის ხის ნივთის ჩარტყმა, რომელმაც რაღაც ტიპის დაზიანებები გამოიწვია პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, სასამართლომ არ გაიზიარა და არ თქვა რომ ეს არის თავდასხმა. და იცით რატომ არ გაიზიარა? იმიტომ რომ ეს იყო აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი და ეს არ იყო დაგეგმილი. და მზიას შემთხვევაში არც დაზიანებასთან გვაქვს შეხება, დგებუაძეს მხოლოდ ლოყა და ყური გაუწით და ეს ერთი და მეორე რომ სასამართლო ექსპერტიზის თანახმად მას არავითარი დაზიანება არ აქვს. მაშინ რა სცადა ქართულმა ოცნებამ ამ 2 თვის განმავლობაში, რომ დაეშინებინა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ამ სამაგალითო 2 თვიანი დასჯით მზია ამაღლობელის, თუ ჰქონდა უბრალოდ ამაღლობელის დასჯის მიზანი? ორივე შეიძლება ვთქვათ, ვივარაუდოთ რომ ორივე. მე არ ვფიქრობ, რომ მზია მაღლობელის დაკავება იყო დაგეგმილი, მართლა არ ვფიქრობ ასე. უბრალოდ ეს შემთხვევა იქნა გამოყენებული, მე გადაწყვეტეს რომ გამოიყენებთ, არ ვიცი ვის თავში დამუშავდა ეს იდეა, სიმართლე გითხრა, კონკრეტულად რომელ უწყებამ გადაწყვეტა ესე, არა მგონია რომ ეს რაღაცა ყველა უწყებასთან შეთანხმებული ამბავი იყოს და ეს იყო ამ кейსის გამოყენება შეიძლება ყველასთვის ჭკუიზე სასწავლებლად ესე რომ ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების დაშინება შეიძლება მზიას დაკავებით, მზიას თუ დააკავებ, მე სხვა დროს მithქვავს და გავიმეორებ. ესე იგი შეიძლება ყველა ჟურნალისტი დააკავო. მადლობა. რა თქმა უნდა, ეს არის კრიტიკული მედიის ჩახშობის სურვილი. მადლობა. უსმენდით ეთერ თურაძეს ბათუმიდან ამ წუთებშიც ჯერ არ დაწყებულა მზია